აი ხომ მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ერთ-ერთი გახმაურებული და ფართოდ განხილული თემა გახლავთ დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებული საკითხი. ამაზეც უნდა ითქვას, რომ ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით ეს გახდა პოლიტიკური კინკლაობის საგანი, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, იმიტომ რომ იმ თავითვე პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ჩვენ ველოდებით მტკიცებულებებზე დაფუძნებით, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ, სხვაგვარად ეს შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომელიც ზოგჯერ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ზოგჯერ ბევრი სხვა მიზეზის გამო, ამაზე საგნობრივად და სწორად კი არ მსჯელობენ, არამედ ცდილობენ, რომ ემოციურად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები, ეს რასაკვირველია, რომ არასწორია. დიუშენის დაავადება ახსენა ბატონ ამირისმა. ჩვენი ბავშვები რო ეხლა დაბადებულიყვნენ არ გერმანიაში ან საფრანგეთში, ისინი ამ წამას უკვე მიიღებდნენ. იმიტომ რომ ესეთი სისტემა აწყობილი კიდევ ერთხელ ვიძახი უფლებაზე, სოლიდარობაზე. რომელ წამალს? რომელ წამალს და აი ნახეთ, ცოტა ჯივინოსტატსაც მიიღებდნენ. ჯივინოსტატზე გერმანიაში მიიღებდნენ ამ მედიკამენტს არაკვლევის ფარგლებში, მიიღებდნენ, იმიტომ რომ ადრეული ხელმისაწვდომის პროგრამებია, მათ შორის ისაუბრეს. არც საფრანგეთში, ბატონო მინისტრი, არგებული ვარ ეხლა ნახეთ, თქვენც მოისმინეთ, ქართველი ბავშვი იყო, დედასთან ერთად გერმანიიდან საუბრობდა, როგორ იღებდა ამედიკამენტს. ესე იგი გერმანიაში ხო ამბობთ, რომ ესე იგი ეს დანერგილია ეს? ესე იგი ვამოროლონზე არ ამბობთ, ამბობთ ჯივინოსტატზე. ვამოროლონზეც იგივეს ვამბობთ. ვამოროლონზე იგივეს რო ამბობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ვამოროლონიც დანერგილია ამბობთ, ჯივინოსტატიც დანერგილია. ასე ამბობთ. ბავშვები იღებენ ადრეული ხელმისაწვდომის პროგრამები არსებობს. ეს რომ აღმოჩნდეს, რომ თქვენ უბრალოდ თავი არ შეეწუხეთ და არც გადაამოწმეთ ეს გარემოება. როგორ გეკადრებათ? არა, როგორც ჩანს, გამოგჩათ ხედულობაში, რომ მაქსიმუმ ეს ყოფილიყო კლინიკური კვლევების ფარგლებში. ამიტომ ეს არ არის. გუშინო მეკითხა თქვენთვის მეტყოდეს რომ კი ბრიტანეთშიც არისო და გუშინლამდე არ იყო ეს. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, შოტლანდიამ ერთი წლის ევროპა შვედეთი არ არის, არა შვედეთი მიიღებს. რახან დიდი ბრიტანეთი ახსენეთ გეტყვით. დიდ ბრიტანეთში შოტლანდიამ ერთი წლის წინ მიიღო რუტინული დაფინანსება, რაც შეეხება ინგლისმა მიიღო გუში 8 მაისს თუ არ გუში ხო, მაგრამ მანამდე ინგლისში მაგალითად იგივე არსებობს ადრე ხელმისაწვდომების პროგრამა. ბოდიში წამალი ყოლების გარეთ რეკომენდაცია გასცა ბატონო ანდრია. მამაბის მე. ადრე ხელმისაწვდომების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს თუ ექიმმა დანიშნა უკვე რეგისტრირებული მედიკამენტი, რომ ის დაფინანსეს სწორედ ამ ფონდებიდან. რაც შეეხება ევროპას, იმითი განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან, რომ იმ კითხვებს, რასაც თქვენ სვავთ, კლინიკური ეფექტურობა, პირველ რიგში ეს კითხვები გაცემულია ხოლმე პასუხები რეგისტრაციის დროს და როდესაც ევროპის სწავლის სააგენტო რეგისტრაციას უკეთებს წამალს. ამ კითხვებზე პასუხი გაცემულია იმ დათქმით, რომ გრძელდება დაკვირვება და გრძელდება ფრთხილი შერჩევა პაციენტების, აქცენტი გაკეთებულია მოვლენებზე, რომელიც შეიძლება წამალ მოვარყოფით მოვლენებზე. ესე მუშაობს ეს სისტემები. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთმაც უარი თქვა რუტინულ დაფინანსებაზე, მაგრამ არის იქაც ფონდები, რომლებიც უფინანსებენ. ეს არის სიმართლე. მათ შორის ამ თემაზე თქვენს განცხადებას ყურადღებას მიაქცევს ბევრი ადამიანი მიაქცევს და სხვათა შორის ეთიკური თვალსაზრისით და მორალური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლოდ განცხადებების კეთება ცოტა პრობლემატურია, სულმცირეს ძალიან კარგად. იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა თქვენი ეს განცხადებები დაემსგავსოს ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის, რომელსაც პოლიტიკური მიკერძოება დღეს უჩრდილავს აბსოლუტურად ყოველგვარ პროფესიონალურ ღირსებას. და რომლებიც გამოდიან და ხან ვამოროლონზე გაკეთებულ განცხადებას უსადაგებენ ელევიდის რაღაცებს, მოკლედ არეულდარეულია ყველაფერი. და ვინც დღეს მათ შორის ვერაცნობიერებს, რომ მათ შორის 2 კვირის წინ რომ მაგალითად ბრიტანეთის მაგალითზე რომ მე ვსაუბრობდი, რომ ბრიტანეთში ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომ მე თვითონ ემპათიის, სოლიდარობის ბევრი მიზეზის გამო გულწრფელად გულით ველოდები, როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილებები, აი ასეთ ფონზე, როდესაც ის ხალხი რაღაცა ბრალდებებს აყალიბებდა, როდესაც ბრიტანეთს მიღებული არ ქონდა, როდესაც გერმანიას დღემდე სხვათა შორის ჯივინოსტატზე მიღებული არ აქვს, შვედეთს მიღებული არ არის, განა არ არის ევროპული სახელმწიფო შვედეთი და დანია, რომელსაც არ აქვს მიღებული. მაგრამ ამაშია საქმე. ნახეთ, თითოეულ მედიკამენტზე ეს მარტივი ფორმაა მიღებული. ნახეთ, აკეთებს ერთი სახელოვანი ქვია იმ ექიმს, გამოდის იძახის ესეთ რაღაცას, რომ ნახეთ, საუბრობს მაგალითად მარტივ რაღაცაზე, რომ ჩემ ნათქვამს განმარტავს, მომაწერს რომ თითქოს როდესაც მე ელევიდისზე რასაც ვლაპარაკობ, რომ მაგალითად ემა მიღებული არ აქვს და უარი უთხრა ემამ, იმას
მსჯელობს, რომ როგორ არ აგერ ვამოროლონი არის რეგისტრირებული ემას მიერ. მაშინ, როდესაც ერთი წუთი რომ მოესმინა, ხო და დარწმუნებული ვარ მოусმინა, ჩემი იმ განცხადებაში იქ ნათქვამია, რომ ეს ვისაუბრე ახლა ელევიდისზე, გადავედი შემდეგზე მივედი ვამოროლონზე და ვიძახი. ვამოროლონს დიახ, რა თქმა უნდა, აქვს FTA, ამას ვაკვირდებით, მათ შორის ვაკვირდებით, ისე როგორც შვედეთი აკვირდება. სანამ რამეს ვიტყვი, ვცდილობ მართლა მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდო და გადავამოწმო არა მარტო იმით, რომ ვიღაცას დაურეკო და ვკითხო, ხო? გადავამოწმო იგივე ის განცხადებები, რასაც აკეთებს სურსათთა წამლის სააგენტო პირადად მათი წარმომადგენელი, ხო? რომელსაც აკეთებს თუნდაც ნაციონალური ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის წარმომადგენელი გიგვი ინგლისში. ვცდილობ, რომ ყოველთვის მათ შორის წყაროც მიუთითო ხოლმე. და ნებისმიერ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება ამას მხოლოდ ცუდია. ამიტომაც მე რამდენიმე რეკომენდაცია დავწერე ეს, რასაც მე ასევე პასუხისმგებლობით მოვეკიდო, რომ უნდა გამოვიდეთ ამის პოლიტიზირების და ამითი ქულების დაწერის რეჟიმიდან. რაც მინდა გთხოვოთ და ეს თხოვნა გუშინაც გავიმეორე მე და ერთ და იგივეს ვიძახი მე. პირველი ჩამოვაშოროთ ამ თემას ნებისმიერი პოლიტიკოსი, ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ვერ ერკვევა ამაში. მათ შორის ექიმი, რომელიც პირდაპირ პროფესიული ვალდებულება არ არის ამ კონკრეტული დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მკურნალობა, ხო? იმუნიტეტურ გუნდში ვინც იქნება, ის ექიმები მოვიწიოთ. მოვიწიოთ ადამიანები, ვინც ამ ოჯახებს წარმოადგენენ, მათი მშობლები. მოვიწიოთ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას მიიღებენ. შევქმნათ ეს მუშაჯგუფი, თუ შექმნილი არ არის ჯერ. ამის შემდეგ მე საბოლოო ჯამში იმაშიც გეთახმებით, რომ შეხვედრაა ჩატარებული მშობლებთან. ერთი ან ორი მაგდენი ჩატარებულია ექიმებთან, თვითონ აი ნევროლოგებთან, მათ შორის პედიატრიულთან, მოზრდილებთან, ყველაფერი. გამიგეთ, მერწმუნეთ, რომ ამაზე ეხლა ამ წუთას საქართველოში ამ ხელაცოდნა რამდენის თვითონ სამინისტროშია ამ მედიკამენტების და დაავადების შესახებ, მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად სხვაგან არცად არ არის. გითხრათ, რომ გადაულოცოთ ეს თემა იმ ადამიანებს, ექიმებს და პაციენტებს, რომლებიც მინდა დაგარწმუნოთ, რომ სწორ პოზიციას ჩამოაყალიბებენ რა. მათ შორის ამას რომ დრო ჭირდება, ამაზე ვინ დაობს? ამას რომ დობა ჭირდება და დობის აღდგენა, ამაზე ვინ დაობს? და ეს რომ უნდა ქუჩიდან წამოვიდეს ეს თემა, ხომ ეთახმებით ამაში? ბატონო ანდრია, იცით რა არის? უბრალოდ მე მაკვირვებს ეს დამოკიდებულება, რომ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში სახელმწიფო უნდა მიიღოს და თანხმდებით იმაზეც მე მგონია, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერი და მათ შორის ესეც უნდა იყოს მტკიცებულებებზე დაფუძნებით. უმტკიცებულობად მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ძვირი უჯდება ამ ქვეყანას და ყოველთვის ასე იყო. შეიძლება რომ ეს პასუხისმგებლობა მე მოვიხსნო და უბრალოდ მოვიცილო თავიდან. აი ვიღაცა რაღაცა თანხის დახარჯვის სანაცვლოდ რომ ეს პაციენტი პროფესიული პასუხი გაინტერესება შეიძლება ეს ტექნოლოგიების შეფასების ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი არის სამინისტროს აქვს რა თქმა უნდა მე რაზეც საუბრობ მე გადასარევად ვიცით თქვენ საუბრობთ მაგალითად ბრიტანეთის იქ ოღონდ რა არის იცით პაციენტების და მშობლებზე კი არ არის გათვალისწინებული იქ არის რასაც თქვენ საუბრობთ ეს არის მოდელი მაგალითად ეგრეთ წოდებული ბრიტანული NICE ეს გასაგებია, ეს სხვა რაღაცაა, მაგრამ თავარი რა არის? გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ის, ვისაც ეს ეკუთვნის და კონსტიტუციურად ვისაც ეს მართებს და აქ პასუხისმგებლობის ვინმეზე გადაკისრება, თავიდან მოცილება და პასუხისმგებლობიდან გაქცევა აბსოლუტურად არასწორია. მიუხედავად იმისა, პოლიტიკურ დივიდენდს მომიტანს თუ არ მომიტანს, ამას უდგები რა თქმა უნდა ადამიანურად პირველ რიგში და მოქალაქეობრივად. ამ თემის პოლიტიზირება არის დაუშვებელი, ეს არაფრად შეიძლება. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და თავისუფლად შეგვიძლია თქვათ, რომ დიუშენის სინდრომთან დაკავშირებულ ინფორმაციულ პულსზე გვიჭირავს ხელი ალბათ 24 საათის განმავლობაში და თლიანად ვიღებთ იმ ინფორმაციას, ეს ინფორმაცია რაც ბრიტანეთთან გაჟღერდა, ადრე ალბათ ჩამოვიდო და 6 თვის 1 წლის შემდეგ და მეტი შეიძლება დაჭირებოდა. და იცით რა შეა პრობლემა? აი ზოგადად აი არის ერთი მწარე სიმართლე, რომ ადამიანმა საკუთარ ჯანმრთელობაზე თვითონ უნდა იზრუნოს. აი ეს მწარე სიმართლე ბევრს არ მოსწონს. ეხლა თუ ადამიანი ძალიან ღარიბია, იმას როგორც ღარიბს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ პასუხისმგებლობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ადამიანს თავის თავზე უნდა იყოს, როგორც თავის შვილებზე მშობლებმა უნდა აიღოს. აი ეს მარტივი ჭეშმარიტება თუ გააზრებული იქნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კი არ უნდა წყვეტდეს რა მკურნალობა დაინიშნოს, არამედ ეს პასუხისმგებლობა ექიმის და პაციენტის, ამ შემთხვევაში მშობლების. ოღონდ რა შეეცით პრობლემა? ექიმებმა რომ ჯანდაცვის სამინისტროს გარეშე გააკეთონ ეს, დაისჯებიან და რამე რომ მოხდეს ხო მით უმეტეს. ამიტომ მათ უნდა ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროსგან, რომ პასუხისმგებლობა მოიხსნან. და ჯანდაცვის სამინისტროს ვერ აიღებს იმ პასუხისმგებლობას სინამდვილეში, თუ ძალიან დიდი გარანტია არ ექნება, რომ უსაფრთხოა, რაც ექიმის და მშობლის პასუხისმგებლობაა. და რა გამოდის?
სწორ მოწყობაში, სინამდვილეში, ეს უნდა აი ექიმმა უნდა ინფორმირებული არჩევანი შესთავაზოს მშობელს, მშობელმა კიდე თავის თავზე უნდა აიღოს ის რისკები, პასუხისმგებლობა რისკებზე, რაც მას მოყვება. ვინაიდან პასუხისმგებლობა არასდროდ არის გადანაწილებული და ჩვენ პოლიტიზირებას კი ვეძახით რაღაც აი მიტინგებს და რაღაც პარტიულ პოლიტიკას, მაგრამ სინამდვილეში აი პრინციპის დონეზე პოლიტიკა ხო იმას ნიშნავს, როგორ ცხოვრობთ ქვეყანაში. აი და ამაზე დავასრულებ. საშუალო სტატისტიკურ ამორჩევლს რო ვკითხოთ, რას ფიქრობს საშუალო სტატისტიკურ პოლიტიკოსზე? ხომ კარგს არაფერს არ იტყვის ჩვენზე. შეიძლება ვიღაცა მოსწონდეს და ვიღაცა არ მოსწონდეს, საშუალოდ რო ვკითხოთ, აი პოლიტიკოსებზე რას ფიქრობა? ხო კარგს არაფერს არ იტყვის. მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მე ითხოვს პოლიტიკოსისგან რომ ის იყოს ის ზრუნავდეს მის ჯანმრთელობაზე, ის ზრუნავდეს მის განათლებაზე, ის ზრუნავდეს მის პენსიაზე, ის ზრუნავდეს მის დასაქმებაზე, ხვდებით? აი ეს გაორება ჩვენი ამორჩელის თავში იწევს ამ პრობლემას, რომ მე სამინისტროზე დაკისრებული ის ვალდებული როცა არ უნდა იყოს, არაფერ შუაში არის სამინისტრო ამ თემაში. დაფინანსება შეიძლება აიღოს კრიტიკულ სიტუაციაში, მაგრამ ექიმის და მშობლების საკითხია ეს. და აი ეს მესმის რომ ტკივნეული სიმართლეა ბევრისთვის, მაგრამ სანამ ამას არ გავიაზრებთ, მანვე სულ პრობლემა იქნება, იმიტომ რომ პოლიტიზაცია მაინც მოხდება, უბრალოდ თამაში იქნება სულ ემოციებზე და რამდენადაც უფრო მეც ვთამაშობ ემოციებზე, მით უფრო უარეს შედეგს მივიღებ და ევროპა და ამერიკა, კი მაგალითად ბატონ მიხეილს მოაქვს, მაგალითად ევროპაში ბევრია სახელმწიფო კლინიკა, მაგრამ იგაც ბევრი პრობლემაა. და მოდით ვაჩვენოთ რა პრობლემებია. იქნება არ უნდა ჩვენ მოსახლეობას ის ჯანდაცვის სისტემა, რომელიც ევროპაშია. მსოფლიო აი ამ პრობლემას. ამ დროს არის ესეთი ყველაზე გავრცელებული მექანიზმი, მეას მექანიზმი, მგონი იცით თქვენც ეს არის managed entry agreement, ანუ შესვლის მართვის შეთანხმება, სადაც სახელმწიფო პირდაპირ იმ ფარმაცევტულ კომპანიასთან დევს კონტრაქტს და არის დათქმები. ეს დათქმები არის პირველი რომ თუ დაუშვათ ეს მედიკამენტი ახალგამოგონებული იქნება ეფექტიანი, მაშინ მას სრულად აანაზღაურებს სახელმწიფო, მაგრამ თუ დაუშვათ ეს ეფექტიანი არ იქნება, მაშინ ფარმაცევტულ კომპანიამ მთლიანად უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს ხარჯი. ეს იმიტომ არის, რომ მედიკამენტი იცით რომ 8 წელიწადი ჭირდება გამოგონება, სადღაც 8 მილიარდი და დრო სჭირდება. ბოლომდე არ არის გამოკვლევა. მეორე დათქმა აქვს აუცილებლად, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ დროს თვითონ ფარმაცევტულ კომპანიას უფრო ნაკლებად უღირს ისეთ პატარა ბაზართან ურთიერთობა, როგორც საქართველოს ბაზარი, იმიტომ რომ ესეთი დაავადებები არის ძალიან იშვიათი დაავადებები. ამიტომ აკეთებენ სახელმწიფოები ალიანსებს, დავუშვათ საქართველოს შეუძლია გააკეთოს ალიანსი კავკასიის ქვეყნებთან, თურქეთთან და გაერთიანებული შეთანხმება დადოს აი კომერციულ კომპანიასთან, აი ერთობლივი შეთანხმებით. ეს უფრო უღირს ფარმაცევტულ კომპანიას ასეთი ალიანსური შეთანხმებების გაკეთება. ეს უბრალოდ თქვი რა მექანიზმები არსებობს ამაზე. უბრალოდ კონცეპტუალურად ვერ დავეთანხმები აქ გამოთქმულ შეხედულებას, რომ უბრალოდ სოციალურად შეჭირვების მქონეს უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო, თორე თვითონ უნდა წყვეტდეს რა იყოს თავის თავზე, რა არ უნდა აიღოს ასე შემდეგ ჯანდაცვის საკითხებს. მე მგონია რომ სახელმწიფოს როლი არის ამ შემთხვევაში აუცილებლად სავალდებულოდ პროტექციონისტული მათ შორის და უნდა კონდეს ჯანმრთელობი მათ შორის პაციენტის უსაფრთხოების მექანიზმები. ეს ყველა ჯანდაცვის სისტემა ასე ფუნქციონირებს, ამაზე ზრუნავენ და ვფიქრობ რომ ამ მიმართულებით ჩვენ სამუშაო გვაქვს. თქვა პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად მართებულად, როგორც ჩანს, ეს გახდა აუცილებელი, რა თქმა უნდა. არავინ თანხის დასაზოგად არ არის ასე ვთქვათ განწყობილი. აქ რაც მნიშვნელოვანია, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ მედიკამენტებს უკავშირდება ზოგიერთ შემთხვევაში, აი რა ნაწილს ამ მედიკამენტებისა და ხუთივე სჭირდება ესე კარგად გამოწვლილით, აი დეტალურად აბსოლუტურად მსჯელობა. აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. აქ აუცილებელია რომ ამ შემთხვევაში აი მართლაც კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული და მე კიდე ეს საკითხი უბრალოდ თავიდან მოვიშორო. არამედ მნიშვნელოვანია მესმოდეს რომ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილია რეალურად ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მათ შორის სიცოცხლის გახანგრძლივება საბედნიეროდ თუ ეს მოხერხდება და დიდი იმედი მაქვს რომ ადრე თუ გვიან ეს გაჩნდება. ეტლში ჩაჯდომის გადავადება უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. უბრალოდ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაც კი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სადაც ნამდვილად წამალი იქნება გაჩენილი, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს შედგეს. უბრალოდ რაც მე მაწუხებს, ეს აუცილებლად არის რომ უნდა ვიყოთ ფრთხილები. არასწორი მოლოდინების შექმნის თავიდან ასარიდებლად. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. გამოხმაურებებს როგორია? აი ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული და სხვა შორის ბატონ სანდრო, პოლიტიზირების წინააღმდეგი კი ვარ, პოლიტიკური ქულების დასაწერად ფაქტების დამახინჯების წინააღმდეგი ვარ. აი ეს არის არასწორი, რომ
ამორალურია მაგალითად დღეს მოაჩვენო თავი ვიღაცას რომ ვიღაცაზე მეტად გულშემატკივრო ვერ დავაბრალებ კაციშვილს რომ დღეს ვინმე შეიძლება უბრალოდ არ კონდეს სოლიდარობა იმ ადამიანის მიმართ უბრალოდ ვერავიზე ვერ ვიტყვი მაგრამ ამორალურია როდესაც ამაზე ვინმე ქულის დაწერას ცდილობს აი ამას ვეწინა ამ მედიკამენტებზე ხო ყაი ჯივინოსტატი რომელიც აღიარა მაგალითად უпростоრად დაადგა იმ გზას ბრიტანეთის სახელმწიფო რომ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ეს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში აი ეს განხილვები უნდა წარიმართოს უბრალოდ პირველი ეტაპი დაიძრა ასე ვთქვათ ხო ამ გადაწყვეტილებას რომ მოყვება შემდეგ ვთქვათ რომ დაინერგება აი ვინმეს ხომ ვალდებულება აქვს რომ თქვას რომ მაგალითად ეს არ ესადაგება ყველა პაციენტს და ყველა ბენეფიციარს ეს ხო სათქმელია აუცილებლად ვინმე ხომ უნდა თქვას რომ მაგალითად როგორც ასაკობრივი შეზღუდვა აქვს აი ბატონმა ზაზამ რაც ბრძანა არამედ აქვს იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი გვერდით ეფექტებზე გავლენის შესაძლებლობა პოტენციალი აქედან გამომდინარე მაგალითად წინასწარ რაღაც ჯანმრთელობის კონდიციებს თუ არ აქვს მოყოლი მაგალითად ვერ გავრცელდება მედიკამენტი აი ეს ხო ვინმე უნდა თქვას და უბრალოდ არ დაანთოს რაღაცა ვითომ ყალბი გამარჯვების ყიჟინა სინამდვილეში ხალხმა რომელსაც მაგალითად გუშინ არგუმენტად არ მიაჩნდა საერთოდ როდესაც ვეუბნებოდი რომ ამ დრომდე ბრიტანეთს არ აქვს მიღებული აი გაჩნდა არგუმენტი აი ბრიტანეთმაც მიიღო აწი რაღაც სიტყვის სათქმელზე და შეჯიბრზე და სპორტული აზარტი კი არ მალაპარაკებს ამაზე